Well, I think what the West misunderstands about Putin is that ვფიქრობ, რაც დასავლეთის პუტინის შესახებ არასწორად ესმის არის ის, რომ მას ძალიან ღრმა და მყარად გამჯდარი შეხედულებები აქვს. ვფიქრობ, რომ სულ თავიდან მისი მიზანი სულ მცირე რაიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკვანძო აქტივების გადარჩენა იყო, რაც საბჭოთა კავშირის დაცემასთან ერთად დაიკარგა. როგორც იცით, მან ამას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა. მაინც რა იყო ეს აქტივები? ქვეყნის შიგნით ის სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებაზე კონტროლის აღდგენის გზით წავიდა. გორბაჩოვის და ელცინის რევოლუციების დროს სწორედ ეს დაიკარგა. მედია, სასამართლოები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, საარჩევნო პროცესი, პარტიები, პარლამენტი. ის ამას მეთოდურად აკეთებდა. მას მოთმინების უნარი აქვს და მან ეს ყველაფერი აღადგინა. რუსეთის პოლიტიკას რაც შეეხება, ის სახელმწიფოს კუთვნილებაა. არ მგონია, რომ ამას ვინმე უარყოფს. მეორე, ზუსტად იგივე მოხდა სასამართლოებთან მიმართებაში. შეიძლება ძალიან შორეულ ისტორიას ვიხსენებდეთ, მაგრამ ელცინის დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა და საქმის მოგება შესაძლებელი იყო. ან, როგორც ალექსანდრე ნიკიტინის შემთხვევაში მოხდა, შეიძლებოდა FSB-ს თქვენთვის ჯაშუშობა დაებრალებინა და სასამართლოს გამომართლებელი განაჩენი გამოეტანა, რაც პუტინის რუსეთში ზღაპარივით ჟღერს. ასე რომ, სასამართლოების სავსებით სახელმწიფოს კუთვნილი გახდა. მედიის შესახებ ყველა მიცის თუ რა მდგომარეობაშია ის, განსაკუთრებით ტელევიზია. დიახ, რა თქმა უნდა, ეკონომიკაც იმავე მდგომარეობაშია. არ ვფიქრობ, რომ პუტინს თავიდანვე უნდოდა ან ახლა სურს ეკონომიკა სრულად სახელმწიფოს კუთვნილებაში იყოს. მას ის უნდა, რასაც ლენინი ეკონომიკის მართვის სადავეების ფლობას უწოდებდა და მან ეს მიიღო. იმას, რაც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არ არის, სახელმწიფო ისეთ დონეზე აკონტროლებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცნობილი ოლიგარქი ხარ და რამდენი მილიარდი დოლარი გაქვს, ყველა საკვანძო გადაწყვეტილება მთავრობას უნდა შეუთანხმო. ეს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას რაც შეეხება. ქვეყნის გარეთ კი ძალიან საინტერესო ვითარებაა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ერთგვარი ევოლუცია ვნახეთ. ვფიქრობ, თავდაპირველად პუტინისთვის, რუსეთისთვის, საბჭოთა კავშირის გავლენის ნაწილობრივი აღდგენა საკმარისი იყო. საბჭოთა კავშირის აღდგენა მას არასდროს უნდოდა. მეც არ ვფიქრობ, მას ეს უნდოდეს. ეს საკითხი არასწორად ესმით. უბრალოდ ეს საქმე იმად არ ღირს, რა სიძნელეებიც მას ახლავს. მაგრამ ვფიქრობ, გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ევოლუცია მოხდა. პუტინმა რუსეთის ცენტრალური როლის აღდგენის გზიდან დაიწყო. გახსოვთ, ადრე კლინტონმა ამერიკას სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყანა რომ უწოდა, პუტინს თავიდან უნდოდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის სტატუსი აღედგინა. მერე ევოლუცია მოხდა. ევოლუციის არსი იმაში იყო, რომ რუსეთს ჰეგემონია უნდა ჰქონოდა. ვიმეორებ, არა საბჭოთა კავშირის აღდგენის ფორმით, არამედ ყველა საგარეო ალიანსების შექმნაზე, ან უკრაინის შემთხვევაში შიდა პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზეც ვეტოს უფლებით. მაგრამ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების დარგში ალიანსების საკითხში უეჭველად. ჩვენ ეს საქართველოს მაგალითს ვნახეთ, როცა მას ადგილი მიუჩინეს. იქ სინამდვილეში რეჟიმი შეიცვალა. ვფიქრობ, ნაწილობრივ რუსული წნეხის გამო და ნაწილობრივ ომის გამო, რომელშიც რუსეთმა დიდი გამარჯვება მოიპოვა.